ტიპი ნომერი 8 შეეხება ხალხს და თუ არ გინდათ ხოლმე რომ ხალხის დაჭრისას ეკეთებთ საცურაო სათვალეები და გამოიყურებთ ესე აქ შემთხვევაში საჭირო ამის ცოდნა. გაბრცქვენთ ის რომ ყუნწი არ მოაჭრათ, იმიტომ რომ ყუნწს რომ მოაჭრეთ, გამოუშვებს უფრო მეტ სითხეს, რომელიც გატირებთ და ამ ხრიკით თქვენი ცრემლების რაოდენობა ბევრად შემცირდება. არ გაქრება, მაგრამ ბევრად შემცირდება. ეხლა გადავიდეთ ტიპ ნომერ 9-ზე, რომელიც შეეხება ჭრას. და როგორ უნდა ისწავლოთ წესიერი დანის ხმარება, მაგას გასწავლოთ. ეს არის ჩვეულებრივ მიღებული პრაქტიკა, თითები უნდა გქონდეთ, ჩათვალეთ ესე, კაუჭებით და ეს ნაწილი უნდა გამოიყენოთ ფარად, ასე ვთქვათ. ამ ნაწილზე უნდა ასრიალოთ დანა. თითები გაქვს უკან, ამიტომ თითებს ვერ გაიჭრი და ეს ნაწილი რჩება საჭრელად. თავიდან ნელა დაიწყეთ ამის დამოღამება და ნელ-ნელა მერე შეგიძლიათ ასწრაფდეთ. ტიპი ნომერი 10 შეეხება ციცაკებს. ციცაკის თესლები ცნობილია თავის სიცხარით და ამიტომ ადვილად რომ გამოვაცვალოთ თესლები, უნდა გავაკეთოთ შემდეგი რამე. ესე უნდა დავამასაჟოთ. 1-2 დავარტყათ. ეს თავი შეგვიძლია ეს მოვაჭრათ და ესე გადმოიყრება ჩვენი თესლებიც. აღარ აქვს შენი თესლები. შემდეგი ტიპი ისევ შეეხება ციცაკას. თითები თუ გაქვთ ციტაკიანი და გაქვთ ცხარე და გეწვით, ერთ-ერთი ტიპი კიდე არის ის, რომ უნდა დაისხათ ლიმონის წვენი და ესე თქვენი სიცხარე თითებზე განაიტრალდება. არ არის აუცილებელი რომ თვალში ამოისვათ, მაგრამ შეგრძნებას დამწვრის გაგიქროთ.